ქართული ოცნების განათლების რეფორმის შედეგად, რომელსაც უკვე დიდი ხანია დეფორმა ეწოდება, არა მხოლოდ ტრადიციული ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი და უკვე აპრობირებული ფაკულტეტები დაიჩაგრა, არამედ მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფუძნებულ ინსტიტუტებსაც შეეხო ბიძინა ივანიშვილის გუნდი და კონკრეტულად მისი ეს განათლების დეფორმა. ირკვევა, რომ მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი დონის პროგრამები, რომელიც უკვე აპირებდა, რომ მომდევნო წლიდან, მომდევნო სასწავლო სემესტრიდან განეხორციელებინა უმაღლესი სამეცნიერო კვლევები, პრაქტიკულად ამ ინსტიტუტსაც კვოტები გაუნახევრეს, რამაც გამოიწვია ფინანსური თვალსაზრისით რყევები, რამაც ასევე გამოიწვია ძალიან დიდი დაზარალება ამ მიმართულების ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ ისინი უკვე თვით გადარჩენის რეჟიმზე გადავიდნენ, როგორც რისი გამოსწორებისთვისაც, რისი შეცვლისთვისაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ. ეს არის უმაღლესი დონის სასწავლო ინსტიტუტი, რომელიც აღიარებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის მიერ არის სრულად მხარდაჭერილი, არა მხოლოდ დაფუძნებული და გარდა ამისა, როგორც გვიყვებიან, მისი კრედიტებიც აღიარებული იყო არაერთი მიმართულებით, ამიტომ ამ ინსტიტუტისათვის კვოტების შემცირება არის იმ მავნებლური პოლიტიკის გაგრძელება, მათ შორის განათლების ექსპერტების შეფასებით, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული მძიმე და მძაფრი მეთოდებით ხედავს საზოგადოება. ამის პარალელურად ირკვევა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგალითად სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულებაზე, ვიგებთ, რომ პოლიტიკის მეცნიერებაზე 40%-ით არის კვოტები შემცირებული, ამიტომ ჩნდება რიტორიკული კითხვა, თუ კი ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამები არის დაზიანებული და დაზარალებული ამ პროცესში, მაშინ ვისი მიმართულებით გაიზარდა კვოტები, რატომ აქვს მატება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ თვალსაზრისით, რადგან იმის ფონზე, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ 300 სტუდენტის მიღება შეიძლება მომდევნო წელს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია ქართული ოცნების ალტერნატიული რეალობის შესაბამისად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა შედეგები სრულიად სხვა მოცემულობას აჩვენებს. დღეს უკვე ირკვევა, რომ არაერთი მიმართულებით არის დაზიანებული ეს უნივერსიტეტი და წამყვანი მიმართულებები, წამყვანი ინსტიტუციები პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით დაიჩაგრა. ინსტიტუტმა 40 წლის განმავლობაში მიაღწია სრულ ფინანსურ მდგრადობას. ჩვენ აღარ გვიწევდა ეგრეთ წოდებულ survival mode-ში ყოფნა, ანუ გადარჩენის მოდელობაში ყოფნა, როდესაც ადმინისტრაცია არის მუდმივ სტრესში, რომ მოიპოვოს სახსრები, აკადემიური პერსონალის ადმინისტრაციის მინიმალური დანახარჯების დასაფარად. მომავალი წლიდან ჩვენ დაგვიქმნილი გქონდა, რომ გადავსულიყავით მაღალი დონის სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. აი ეს შესაძლებლობა ფაქტურად მოისპო ამ კვოტების შემცირების გადაწყვეტილებით, ისევ გადავდივართ თავის გადარჩენის რეჟიმში, ფაქტურად ხდება ევროპული კვლევების ინსტიტუტის სწავლებისა და კვლევების სივრცის შეკვეცა და ეს მდგრადობის მიღწეული მდგრადობის მორღვევა. ასტროენეთ მეცნიერება და ასტროარქეოლოგია არც მეტი არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში ჩაეშვა ეს პროგრამები სავარაუდოდ საბაკალავრო საფეხურზე, ანუ მოცემულობა არის ასეთი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პრაქტიკულად ყველა ფაკულტეტი წაართვეს, გარდა ამისა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განსაკუთრებულად დაზარალდა ამ პროცესში, რადგან შეუერთეს აგრარული მიმართულებები, რომელიც მას აქამდე საერთოდ არ ჰქონია და წაართვეს უკვე დიდი ხნის განმავლობაში დახვეწილი პროგრამები, რომლის გაუმჯობესებისთვისაც პროფესორები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ. აი ამ მძიმე რეალობის პარალელურად ვიგებთ, რომ ასტრომეცნიერება და ასტროარქეოლოგია ხდება პრიორიტეტული ქართული ოცნებისათვის, თუმცა ვერ დაგვისაბუთეს და არ გვაქვს ახსნა თუ რა უნდა ასწავლონ ადამიანებს, ან რა პრობლემა და რა დეფიციტი, რა საჭიროება აქვს საქართველოს ასტროლინგვისტების. ეს პასუხი ღიაა და ამ თემაზე პროფესორებიც სერიოზულ კომენტარს ვერ აკეთებენ, რადგან წარმოუდგენელი ცვლილებები შეიტანა ქართულმა ოცნებამ განათლების სისტემაში ამ დეფორმის განხორციელების შედეგად, თუმცა მიუხედავად ამ ილუზორული გადაწყვეტილებებისა, პროფესურა არ აპირებს გაჩერებას, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აგრძელებენ ბრძოლას, ამბობენ, რომ ეს ყოველდღიურ რეჟიმში გამოვლენ დედაქალაქის მთავარ გამზირსა თუ სხვადასხვა უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე და აუცილებლად დააფიქსირებენ საკუთარ სათქმელს. დღესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ იქნებიან შეკრებილები ამ სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორები, ხოლო ხვალ 15 საათზე უკვე დედაენის ბაღი იქნება მოვლენების მთავარი ეპიცენტრი.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს რეფორმა წამოწყებულია საერთოდ იმისათვის, რომ ილიას პირველ რიგში ილიას უნივერსიტეტი გაენადგურებინათ, რასაც ახლა უღაც ცხადად ხედავთ, მაგრამ აქ საერთოდ მიდის, მე ვიტყოდი, საქართველოში ყველაფრის განადგურება, რასაც შეიძლება ჯერ კიდევ დავინახოთ ოდნავი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აქ მყარდება და დამყარებულია შეგვიძლია ესე ვთქვათ დიქტატურა და ეს არის ხალხი, რომელსაც არაფრის აშენება არ შეუძლია და ეს არის ადამიანები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაანგრევენ კიდევ უფრო მეტს, რაც უფრო დიდი ხანი დარჩებიან ხელისუფლებაში, მით უფრო დიდ ნგრევას მოვესწრებით. ეს არის კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ხდება მხოლოდ განათლების სისტემას და პირდაპირ კავშირში არის იმასთან, ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ეს არის დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტის განადგურება მაშინ, როცა მის სტოლს სწორ ბათუმის უნივერსიტეტს უტოვებ ყველაფერს, ეს არის სრულიად შეუსაბამო და ნონსენსი. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მიემართება არა მხოლოდ კონკრეტულად ორი უნივერსიტეტს, არამედ მთლიანად განათლების სისტემას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო ერთადერთი ბასტიონი, სადაც ღირებულებები იყო ევროპული, სადაც ღირებულებები იყო თავისუფალი სიტყვა, აზრის გამოთქმა. აი ეს უნივერსიტეტი არ სიამოვნებს, თვალში ეჩრება და ყელში ბურთივით აქვს გაჩრილი ქართულ ოცნებას. როდესაც საუბრობენ, რომ აი მას დაუბრუნდა ძველი ტრადიციული მიმართულება, პედაგოგიკა, რატო არ ამბობენ იმას, რომ სანამ პუშკინის სახელობის ინსტიტუტს შეიერთებდა ილიას უნივერსიტეტი, აქ იყო უცხო ენათა ინსტიტუტი, მერე მის ბაზაზე ენისა და კულტურის უნივერსიტეტი, რომელშიც იყო უამრავი განყოფილებები, უამრავი მიმართულებები. ჩვენ ყველანი მომსწრე ვართ, რომ დღეს რეჟიმი ცდილობს მოახრჩოს თავისუფალი სივრცეები, მოწმოს კონკურენცია და შესაბამისად მაქსიმალურად იზოლირებულ რაღაცა მცირე კონგლომერატად აქციოს, რაც მთავარია, განათლება აქციოს პრივილეგირებულთა ფენის უფლებად და ჩამოართვა სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ არჩევანი. სად მიიღონ განათლება, ერთიანობა, ძალების გაერთიანება, ყველა სტუდენტის, ყველა პროფესორის ერთად დგომა ეხლა არის მთავარი ამოცანა, რომ რეჟიმის მახრჩობელა ბუნებას წინააღმდეგობა გაუწიოთ. ჩვენ პასუხი არ შეიძლება იყოს განსხვავებული გარდა ერთისა, წინააღმდეგობისა და დავმორჩილობისა. ისგანაც მოუწოდეთ აკადემიურ პერსონალსაც და ვთხოვთ სტუდენტებს, რომ შემოგვიერთდნენ. შემდეგი აქცია დაგეგმილი გვაქვს 15 თებერვალს დედაენის პარკში 15 საათზე და მარტი მეს გამო არის ლოკაცია არჩეული. 14 აპრილს ჩვენმა წინაპრებმა შინარჩუნეს ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. ეხლა ეს ბრძოლა გრძელდება განსხვავებული ფორმით, თუმცა იგივე შინაარსის. განათლების დეფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. აკადემიური სფერო არ აპირებს შეეგუოს ამ დამანგრეველ რეალობას, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ და კონკრეტულ უნივერსიტეტებს ეხება, არამედ ზოგადად აგრევს და ანადგურებს ქართულ განათლების სისტემას. ამ მიმართულებით აქტიურობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც უცხადებენ სოლიდარობას კოლეგებს, თუმცა რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას ჯერჯერობით ხმა არ ამოუღია ამ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ როდესაც ამ უნივერსიტეტს ჰქონდა პრობლემები და გადარჩენის ზღვარზე იყო უბრალოდ გაუქმების, მას გვერდით დაუდგა პროფესორის უდიდესი უმრავლესობა ყველა უნივერსიტეტიდან. ასეთი არის მოცემულობა ახლა აკადემიურ სფეროში. იბრძვის გადარჩენისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც წამყვანი მიმართულებები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაკულტეტები წაართვეს, დაუტოვეს მხოლოდ პედაგოგიკა, ასევე დაიჩაგრა უდიდესი და ასევე დაიჩაგრა მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მხოლოდ აგრარულ მიმართულებებს განახორციელებს ასწავლის მომდევნო წლიდან, რომელიც მას მანამდე საერთოდ არ ჰქონია, თუმცა ამის პარალელურად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში გადარჩა თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, თუმცა ამასთან მიმართებითაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. აკადემიური სფერო აგრძელებს ბრძოლას, თუმცა ეს ბრძოლა სადამდე მიიყვანს მათ, ჯერ არავინ იცის.